პატრონო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. მივესალმები ტელემაყურებლებს, ვინც გიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ფრანგულ ქართული სამედიცინო ცენტრის ექიმი ქავტონი ელზა ალექსიშვილი. მოგესალმებით ქავტონი ელზა. ნებისმიერი ექიმი დიაგნოზს ვერ დასვავს, თუ მას არ ექნება ლაბორატორიული კვლევების ანალიზი. და აქედან გამომდინარე თითოეული პაციენტი ყოველთვის ცდილობს, რომ რაც შეიძლება პროფესიონალთან, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამჭვირვალე ისეთ ლაბორატორიაში, სადაც პასუხი იქნება ზუსტი და კვლევის შედეგები იქნება აბსოლუტურად მისაღები მისთვის და ექიმისთვის. აი სწორედ ფრანგულ სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიული კვლევა, როგორც ცნობილია, არის ერთ-ერთი წამყვანი და ერთ-ერთი წარმატებული. აი ამასთან დაკავშირებით ქალბატონელს და ვისაუბროთ თუ ძირითადად თქვენი ლაბორატორიის ძირითად ფუნქციებზე და ამოცანებზე. გისმენთ. უპირველეს ყოვლისა მეც მივესალმები ძვირფას ტელემაყურებლებს და მოგახსენებთ, რომ ჩვენი დაწესებულება, როგორც თქვენთვის ცნობილია, თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს და აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ლაბორატორია წარმატებულად უდგას მხარში ჩვენს პაციენტებს. თქვენ ახსენეთ, რომ ექიმის მოქმედება გარკვეულწილად, ანუ ნახევარზე დაახლოებით ნახევრად დამოკიდებულია ლაბორატორიული კვლევების სისწორეზე და ზუსტად აი აქ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ლაბორატორია ყოველთვის ცდილობს მიაწოდეს მაღალხარისხოვანი გამოკვლევების პასუხები, რაც განპირობებულია იმით, რომ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის ბიომერიოსის და როშეს აპარატურით. ეს მოგეხსენებათ, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფირმებია ლაბორატორიული დანადგარების მიხედვით და არა მარტო ამის მიხედვით და ეს განაპირობებს გარდა იმისა, რომ კვალიფიციური ექიმები ემსახურებიან ლაბორატორიას, ზუსტად აი ეს აპარატურა განაპირობებს იმას, რომ ანალიზის კვლევების სისწორე იყოს მაღალხარისხიანი და ჩვენი დაწესებულება და არა უშუალოდ ჩვენი ლაბორატორია ზუსტად მიზანმიმართულია მაღალ ხარისხზე. ანუ ჩვენთვის ხარისხი არის უფრო მეტი, ვიდრე თქვათ რაღაც მოგების მიღება. აი ამ ხარისხს განაპირობებს გარდა იმისა, რომ მაღალ ტექნოლოგიური აპარატით არის ლაბორატორია აღჭურვილი, განაპირობებს კიდევ ის, რომ ლაბორატორია მონაწილეობს არა მხოლოდ შიდა კონტროლში, არამედ გარე კონტროლშიც. შიდა კონტროლში გულისხმობ იმას, რომ ყველა აპარატი ყოველდილით გადის განსაკუთრებულ თავის კალიბრაციას, შემოწმებას და კონტროლს. ეს მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მინდა გითხრათ, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ლაბორატორიათა შორის რეფერალური ლაბორატორიები გვაქვს, მათ შორის და ანუ შემოწმებები და გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ გარე კონტროლში მონაწილეობა. ეს არის რანდოსის რიქასის პროგრამა, საკმაოდ ძვირი პროგრამა არის, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი დაწესებულება ცდილობს, რომ მაღალხარისხიანი მომსახურება გაუწიოს პაციენტებს, შეისყიდა ეს პროგრამა და ყოველთვიურად ჩვენი ანალიზები გადის კონტროლს, გარე კონტროლს დიდ ბრიტანეთის ლაბორატორიაში. ანუ დიდ ბრიტანეთში არის უნიკალური ლაბორატორია, ეს არის მსოფლიო პროგრამა. ამ ლაბორატორიაში ყველა ქვეყნიდან, ეს იქნება არა მარტო განვითარებადი ქვეყნებიდან, არამედ განვითარებული ქვეყნებიდანაც მიდის ანალიზების პასუხები და მოწმდება სისწორეზე. ანუ ეს რიქასის პროგრამა ჩვენ ყოველთვიურად გვიგზავნის გარკვეულ მასალას, ვაკეთებთ ჩვენ ამ ანალიზებს, გზავნით სპეციალური პროგრამით, გზავნით მიღებულ შედეგებს და იქიდან მოგვდის აუარება გამოკვლევა, სტიგმოგრამები, გრაფიკები, პროცენტული გამოთვლები და ძალიან სერიოზული პროგრამაა და მინდა მოგახსენოთ, რომ არის 4 პასუხი.
ცუდი, კარგი, ძალიან კარგი და საუკეთესო და მე მიამაყება რომ ჩვენი ლაბორატორიის შედეგებზე მოგდის უმეტესწილად საუკეთესო და ძალიან კარგი. ანუ მინდა განვმარტო რომ თუ მოდის კარგი პასუხი, ძალიან კარგი და საუკეთესო ლაბორატორიას აქვს უფლება არსებობისა. თუ მოდის ცუდი შედეგი, ლაბორატორია უნდა დაიხუროს, მაგრამ ჩვენ ვართ საუკეთესო შედეგებზე რამოდენიმე არის ძალიან კარგი, მაგრამ კიდევ ვცდილობთ რომ აი ეს ძალიან კარგით საუკეთესოში გადავიყვანოთ. ეს პროგრამა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვეძებოთ ხარვეზების სად არის ხარვეზი და აღვხვათ ეს ხარვეზი. რა ვიცი. კავტონეზე თქვენ აღნიშნეთ რომ საუკეთესო აპარატურა გაქვთ, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვაკეთებთ თანამედროვე ტიპის მომსახურებობას და ანალიზებსაც აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გამჭვირვალეა ის რომ მას რომ იტყვიან ნებისმიერი კლინიკა შეუძლია დაეყრდნოს. მოდი ჩვენს ტელემაყურებლებს აუხსნათ ის თუ რა ძირითადად მაინც რა კვლევები ტარდება ისეთი, საერთოდ რა ტარდება და დამატებით ის რომელიც სხვაგან არ შეიძლება გაკეთდეს, აი სხვა ჩვეულებრივ კლინიკებში. ზოგადად ამ აპარატურას მენიუში აქვს ძალიან ფართო სპექტრი ანალიზების სიისა. ძალიან ბევრი ანალიზის გაკეთება შეიძლება, სრულად არც არის დატვირთული, იმიტომ რომ გამომდინარე სპეციფიკურობიდან ყველა ანალიზის მოთხოვნილება არ არის ყველა ანალიზი, მაგრამ ჩვენ ლაბორატორიაში კეთდება ბიოქიმიური ანალიზები, ეს ძალიან ფართო სპექტრია. კეთდება რა თქმა უნდა ჰემატოლოგიური ანალიზები, ონკომარკერები, რა თქმა უნდა ახლა თქვენ იცით ჩავერთეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და ამ პაციენტების ყველა ანალიზიც ადგილზე კეთდება გარდა გენეტიკურისა. ამ გენეტიკურს უნდა სპეციალიზირებული ლაბორატორია და ეს თბილისშიც ყველგან არ არის, თითო-ორ არის. და მინდა მოგახსენოთ რომ ფაქტიურად ყველა სფეროს მოიცავს, ანუ დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ყველა სფეროს მოიცავს ჩვენი ლაბორატორია. არ არის ანალიზი, რომელიც არ შეიძლება გაკეთდეს, ყველა ანალიზი შეიძლება გაკეთდეს, რასაც მოითხოვს ექიმი ან პაციენტი. ეს უბრალოდ მომართვიანობაზე არის დამოკიდებული. და ისეთი განსაკუთრებული რა კვლევას აკეთებთ? ონკომარკერებს მაგალითად, ონკომარკერებს, რომელიც სხვაგან არ კეთდება, ეს მხოლოდ თქვენთან? ეს კი, ეს ჩვენთან კეთდება, ნამდვილად ვიცი რომ სხვაგან რა თქმა უნდა თბილისში კეთდება ძალიან იმაში, არა რეგიონში ონკომარკერები კეთდება ჩვენთან. ეხლა თუმცა ყველა ლაბორატორიას გაეზარდა მე ვიძახი დიდ მსხვილ ლაბორატორიებზე რომ გააკეთოს. ადგილზე არ აკეთებენ ძალიან ბევრი, არ მინდა რომ ეს ცოტა ცუდად არ გამომივიდეს. ადგილზე სამაგიეროდ რეფერალ ლაბორატორიებში იგზავნება იქიდან ისე. ჩვენ ადგილზე ვაკეთებთ ამ გამოკვლევებს. კავტონეზე ყველაფერი თქვენ თითქმის ახსენეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო აპარატურა გაქვთ, როგორც ცნობილია, იმას სჭირდება შესაბამისი გარემო. იმ აპარატურის მისგან თქვენ ავტომატიზებული და ყველაფერი და ცნობილია რომ თუ იმ აპარატს შესაბამისად არ აქვს ის ტემპერატურა თუნდაც გაგრილების ან თუნდაც გათბობის რომ ის შეიძლება პასუხი არ მოგცეს. რა თქმა უნდა. და ან ცდომილება გქონდეს. აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის? იგივეა? ჩვენ შემთხვევაში ზამთარში, ზაფხულში ლაბორატორიაში არის ერთი ტემპერატურა და ამისთვის არის სპეციალური მოწყობილობები იმისათვის რომ ყველა აპარატი გათვლილია რაღაც ტემპერატურაზე, მაღლა ის ვეღარ იმუშავებს. თქვათ 18 გრადუსზე მეტი თუ იქნება ტემპერატურა, რა თქმა უნდა იქ ცდომილება იქნება, მაგრამ თვითონ აპარატებია ასე რო იტყვიან ყვირიან, გვეძახიან, რომ ტემპერატურა გვიშველეთ, აღარ არის ის ტემპერატურა. ასეთი შემთხვევები რა თქმა უნდა იშვიათია, იმიტომ რომ ჩვენთან ნამდვილად არის გაგრილების ის სისტემა, რომ ლაბორატორიაში იყოს ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთი და იგივე ტემპერატურა. ამაზე თუ მობრძანდებით განახვევთ, რომ სპეციალური გრაფიკები დგება ყოველდღიური ტემპერატურის აღრიცხვა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ლაბორატორიისათვის.
და სხვა ტენიანობა ყველაფერი მოქმედებს, რა თქმა უნდა, ანალიზებზე და ეს ყველაფერი დაცულია ლაბორატორიაში. იცით რა არის კავტონერზა? საერთოდ თვითონ ლაბორატორიაში, ეხლა ჩვენ საუბრობთ ლაბორატორიაზე და მის მნიშვნელობაზე, მაგრამ ზოგ ტელემაყურებელს ნაკლებად აინტერესებს იმას სჭირდება მხოლოდ ანალიზის პასუხები და ისიც კარგი, ცხადია, მაგრამ წარმოდგენა რო ქონდეს, რომ ეს რამხელა შრომატევადის სამუშაოა, რომ მან რომ მიიღოს ის პასუხი, რაც მას სჭირდება, რამხელა პროცედურებია საჭირო ამასთან დაკავშირებით და აი ზუსტად აქედან გამომდინარე არის, რომ როდესაც თქვენ ანალიზის გაკეთებას იწყებთ, თქვენ გჭირდებათ იქ სხვადასხვა ხსნარები, სხვადასხვა მინარევები, რომლითაც თქვენ აკეთებთ. აი, რამდენად არის ის დაცული? ჩვენ კი ვამბობთ, რომ ტემპერატურაც უნდა იყოს, აპარატურაც უნდა იყოს, მაგრამ ის კალიბრიც უნდა შემოწმდეს ყოველ დილით, მაგრამ აი ეს შესაბამისი ხსნარები, რითაც თქვენ გიხდებათ კვლევისა და მათ შორის ზუსტი ანალიზის გაკეთება, პასუხი მიღება. ამ შემთხვევაში როგორია ის თვითონ? ზუსტად აი განსხვავებაც ამაშია ჩვენი ლაბორატორიისა ძალიან ბევრი სხვა აქამდე არსებული ლაბორატორიებისგან. ყველა ხსნარი არის მზა მდგომარეობაში, დალუქული, ასე ვთქვათ, კასეტების ქვია ამას, დალუქული, აქ სუბიექტი ვერანაირად ვერ ჩაერევა. მას აქვს შესაბამისი შენახვის პირობები, ინახება ზუსტად იმ ტემპერატურაზე, მაცივარში, რა ტემპერატურაზეც უნდა ინახებოდეს. და რაც შეეხება ვადაგასულობას და ვადიანობას, მე ძალიანაც რომ მინდოდეს ვადაგასულით ვიმუშაო, აპარატი აღარ მიშვებს მეუბნება მიყვირის, ასე ვთქვათ, რომ განგასტეხს, რომ ამას ვადაგასული ვეღარ გავაკეთებ ანალიზს. ზუსტად აი ეს აქვს ამ აპარატს უპირატესობა აქვს ამას სხვასთან შედარებით. არანაირად დღეს 12 საათზე თუ გასდის იმას, მე ხომ არ ვიცი იმას 12 საათზე გასდის თუ არა დღეს ვადა. მიწერია რომ აი დღეს ამ რიცხვში გასდის, მაგრამ იმას თუ 12 საათზე გასდის, პირველ საათზე მე ის ანალიზს არანაირად 12 საათის მე ანალიზს აღარ მიკეთებს. მეუბნება რომ ვადა გაუვლიდა. აი ეს არის ზუსტად ეს უპირატესობა, რომ ბადიანი, ვარგისიანი რეაქტივებით მუშაობთ და სუბიექტი არ ერევა, ანუ არ ვამზადებთ ჩვენ ამ რეაქტივებს. ეს არის უკვე ქარხნული წესით დამზადებული, იქაც 1000-ჯერ შემოწმებული, ძირითადად ადამიანის სისხლზე დამზადებული, ეს ძალიან ძვირია, იმიტომ რომ შეიძლება სხვა სისხლზე იყოს დამზადებული, ცხოველის სისხლზე იყოს, ეს შედარებით იაფი მასალაა, ადამიანის სისხლზე დამზადებული მასალა უფრო ძვირი არის. ამიტომ ხარისხიც აქედან მომდინარეობს. და ეხლა მინდა რომ ფაქტიურად ეს თემა ჩვენმა ტელემაყურებელმა კარგად გაითვითცნობიეროს და გაიგოს და ამიტომ კითხვებით შესაბამისად ლოგიკურია რომ მაქსიმალურად იყოს დასმული. რომ თქვენ საუბრობთ რომ ყველაფერი ეს აბსოლუტურად ნორმალურია ყველაფერი, მაგრამ მაინც ჩვენ გვაქვს აპარატთან საქმე. აი ყველას ავტომატურად ეჭვი დაებადება რომ რამდენად სწორი და ზუსტია. ვინაიდან ცდომილება ყოველთვის არსებობს და თუ გაქვთ აი ყოფილა შემთხვევა რომ რაღაც ცდომილება ყოფილა თქვენ მინდათ რომ ის ზუსტი იყოს, მაგრამ არის კიდევ რაღაცა რომელიც აი მაგასთან დაკავშირებით მოგახსენებთ. ნუ კიდევ ერთხელ ვახსენებ რომ ყოველ დილას გადის კალიბრაცია კონტროლს, მაგრამ გარდა ამისა ყველა აპარატს გაწერილი აქვს გეგმიური შემოწმება. გეგმიური შემოწმება ეს ნიშნავს, რომ ფირმა, რომელმაც ეს აპარატი შემოიტანა, ემსახურება თვითონ, ანუ ჩამოდის ინჟინერთა ბრიგადა. ეს არის გეგმიური და ამას არანაირად ვერ გადავცდებით ამ შემოწმების თარიღს. ჩამოდის ინჟინერთა ბრიგადა და თავიდან ბოლომდე ამოწმებს, ასუფთავებს, გარდა იმისა, რომ ჩვენ უვლით ყოველდღიურად, ის ამ გეგმიურ ოპერაციებს თვითონ ატარებს. და ესეც რა თქმა უნდა იმის დარწმუნებით, იმიტომ შემიძლია ვილაპარაკო ანალიზის ისტორიაზე, რომ აი ამ ინჟინერული კალიბრაციის შემოწმების შემდეგ აპარატი თითქოს ახლიდან დაიბადა, კიდევ უფრო გამართულად მუშაობს. და ესე იგი თქვენ პრაქტიკაში არ ყოფილა? თუ ყოფილა რამე ხარვეზი, იმ წუთას უკავშირდებით შესაბამის ფირმას, რომელიც ემსახურება მოცემულ აპარატს და
დაუყოვნებლო. იმავე დღეში ჩამოდის. მაგ დროს თქვენ პასუხს არ იძლებთ ამ შემთხვევაში, თუ კი გამაც ეჭვში შეგეპარათ. არავითარ შემთხვევაში. ესეთი შემთხვევა საბედნიეროდ ძალიან იშვიათად ყოფილა და თუ ყოფილა, იმ დღეში ჩვენ პაციენტები გაგუფრთხილებია. ნუ სისხლის შენახვის საშუალება არის, დამუშავებული სისხლის შენახვა შეიძლება, რისი შენახვა შეიძლება შეგვინახია, მეორე დღეს გაგვიცია პასუხი. გასაგებია და ერთია საინტერესო რომ თქვენ საერთოდ ეს არის ბრენდი რომ იტყვიან ფრანგულ ქართული სამედიცინო ცენტრი ფირმა რომ იტყვიან და აი თქვენი კავშირები ფრანგულ კომპანიებთან ამ შემთხვევაში ლაბორატორიებთან როგორია და თუ გაქვთ იმის საშუალება რომ საეჭვო ანალიზის შემთხვევაში თქვენ გადაგიმოწმებიათ იმ კლინიკაში. მე ვიცი რომ თქვენ მუდმივი კავშირი გაქვთ. მოგახსენოთ რომ ერთ-ერთი პრეზიდენტი ამ ასოციაციისა ზუსტად არის ლაბორატორია აქვს საკუთარი მას საფრანგეთში და თითქმის ყოველ 3 თვეში ერთხელ ჩვენთან ერთად ჩამოდის, ჩვენთან ერთად მუშაობს, აკონტროლებს და თავის შეფასებებს გვაძლევს. გარდა ამისა, მარტო ლაბორატორიულ კვლევებში არ აგვაქვს ესეთი თუ რამე საეჭვოა, თუ რამე უпростоრად საეჭვო კი არა, საინტერესო შემთხვევა თუ არის მედიცინის თვალსაზრისით. იგივე რენტგენის წაკითხვაში იგზავნება საფრანგეთში და როგორც ესეთი კონსილიუმი, ასე დისტანციაზე კონსილიუმი, ასეთი მის დგებას. ამიტომ აი უწყვეტი ურთიერთობა გვაქვს ამაზე. უწყვეტი ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ერთად. და ეს ამას ადასტურებს ისიც რომ ხშირად ჩამოდის თქვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ჟაკ სიმაკი ხშირად არის თქვენთან და აქტიურად მოვაწიობს და აი ეხლაც მალე ჩვენ გვექნება კონფერენცია 24-ში ქართულ-ფრანგული კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება ეს აქ არის ზუსტად ამორჩეულია ძალიან აქტუალური თემები უშუალოდ ეხება ონკოლოგიურ გინეკოლოგიას მკერდის სიმსივნეს საშვილოსნოს პრობლემებს და გარდა იმისა რომ ქართველი მომხსენებლები გაგვიზიარებენ თავის გამოცდილებას ასევე ფრანგი გამოცდილი სპეციალისტები ანუ მათი კორიფეები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მოხდება ურთიერთ ასე ვთქვათ შედარება დიაგნოსტიკაში მკურნალობაში პაციენტისა ეს არის ოჯახის ექიმებისთვის ონკოლოგები ნუ კახეთის რეგიონის და არა მარტო კახეთის რეგიონის ექიმებისათვის არის განკუთვნილი მოწვეული არიან ოჯახის ექიმები ონკოლოგები გინეკოლოგები ნუ რა თქმა უნდა მსურველები მათ შეუძლიათ ვინც თქვათ არ მოხვდათ ამ სიაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცენტრის ნომერზე და ну მიიღონ ინფორმაცია, იმიტომ რომ ყოველ წელს უნდა აღვნიშნო ეს არის ძალიან აქტუალური, ძალიან ინფორმაციული და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან უნიკალური შემთხვევა. ძალიან კარგი კმაყოფილები არიან ხოლმე ჩვენი კახეთის ექიმები აი ამ კონფერენციებით. კავდოერზა ეხლა ჩვენ გვიყურებს ფართო აუდიტორია და ალბათ მრავალს გაუჩნდება სურვილი იმის რომ მან საუბრიდან გამომდინარე თავის ორგანიზმში თავის ჯანმრთელობა კიდევ ერთხელ შეამოწმოს თანაც თქვენს კლინიკაში. მიუხედავად იმისა თქვენ ვიწრო ჩარჩოებში არ ახართ ჩამჯერდი ემსახურებით რეგიონს. მაგრამ როგორ ხდება თქვენთან ლაბორატორიული კვლევა? მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ექიმების მიმართვიანების საფუძველზე თუ ნებისმიერ პაციენტს შეუძლია თუნდაც ექიმის დაუკითხავა, თუნდაც ექიმის მომართვიანობით თქვა სხვა მუნიციპალიტეტიდან მოვიდეს და თქვენთან ჩაიტაროს ლაბორატორიული კვლევა. აი ეს ყველაფერი როგორ არის და როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ და აუხსნათ ჩვენ? რა თქმა უნდა, ექიმის და მიმართვით მოდის ძალიან ბევრი პაციენტი.
მოდის თვითდინებითაც, თავისი სურვილით, თვლის რომ სჭირდება ეს ანალიზი. მოდის არა მარტო კახეთის მოსახლეობა, არამედ მოდის აზერბაიჯანიდან ძალიან ბევრი პაციენტი ყავს. მათი ექიმების მომართვით მოდიან, იმიტომ რომ მათთვის ცნობილია ეს დაწესებულება და ენდობიან, იციან რა ხდება, როგორ ხდება გამოკვლევა. და აი ძალიან ბევრი პაციენტია, ყველანაირად არის, მიმართვითაც, თავისი დინებითაც და რესპუბლიკის გარედანაც კი მოდიან. ყაზახისტანიდანაც მოდიან ძალიან ხშირად. ყაზახეთიდან. დიახ, ყაზახეთი. ხო, მე რუსულად გადავედი. გასაგებია და ეხლა რააშია იცით საქმე, ცოტა უხერხული შეკითხვა, მაგრამ მაინც მინდა რომ თქვენ ამაზეც გავცეთ პასუხი. თქვენ თავზე და თქვენს კოლეგებზე. ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ აპარატურაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ყველაფერ ტექნიკის მიღწევებზე, მაგრამ აი თვითონ მომსახურე პერსონალის პროფესიული დონე რამდენად შეესაბამება. ცხადია ეხლა ეს არ იქნება, ვთქვათ, შემთხვევით მოხვედრი, იმიტომ რომ თქვენ გადიხართ ტრენინგებს, ხვდებით იქ თქვენ ფრანგ კოლეგებს და მათი რეკომენდაციის საფუძველზე თქვენ უკვე იწყებთ აღნიშნულ ლაბორატორიის კვლევით მუშაობას და აი თქვენი გადასახედიდან ხომ არ გვაქვს რომელიმე სფერო ისეთი, სადაც ცოტა სუსტი წერტილი გვაქვს და გვინდა რომ ისიც გამოვასწოროთ. აი მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ყველა ექიმმა რომელიც დღეს ლაბორატორიაში მუშაობს, გაიარა სათანადო არაერთდღიანი კვალიფიკაციების სწავლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო თბილისში. ეს ხდება კონკურსის შემდეგ. როდესაც აირჩიეს რომელი ექიმს უნდა ემუშავა ლაბორატორიაში, ჯერ კვალიფიკაციები მიმდინარეობდა მრავალი თვის მანძილზე თბილისში, თუმცა მანამდე უკვე ჩვენ მუშაობდით სხვადასხვა ადგილებზე. შემდეგ უკვე მოხდა თვითონ საფრანგეთში ბატონი ჟაკ სიმარის ლაბორატორიაში კიდევ ერთთვიანი კვალიფიკაცია და მხოლოდ აი ამ გამოცდების შემდეგ დავიწყეთ მოგვეცა უფლება გვემუშავა აღნიშნულ ლაბორატორიაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ლაბორატორია, ანუ კერძოდ ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია იღებს მეცნიერულ თვალსაზრისით კვლევებში მონაწილეობას. ეს არის საფრანგეთთან ურთიერთობაში ისევ აწვდის ეს ლაბორატორია აწვდის მონაცემებს, რა მიკრობები აქვს, უფრო ანუ კახეთის რეგიონისთვის რა უფრო მეტად დამახასიათებელი და რომელ ანტიბიოტიკზე არის უფრო რეზისტენტური. ეს ძალიან ფართო განსახილველი მასალაა და ძალიან საინტერესო არის შედარება კახეთის რეგიონისა და თქვათ ფრანგული მხარის ასე ვთქვათ ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე აქ ლაპარაკი. აი ძალიან მე საინტერესოდ მიმაჩნია ძალიან. გასაგებია ეს და კიდევ ერთხელ სარგებლობ შემთხვევით რომ აგზანდებით და ისეთ საკითხზე როგორიც არის თქვა სკრინინგ პროგრამა, მე არ შეიძლება არ შეგეკითხოთ რასთან დაკავშირებით, რომ ცხადია ქავტონ ნარგიზი როცა მობზანდება ზიბზიბაძე, მასთანაც გვექნება საუბარი თქვენს კლინიკაზე, მაგრამ თქვენ შეძლებს დაგვარად თუ გაგცემთ პასუხს მასთან დაკავშირებით, რომ იყოს სკრინინგ პროგრამაში გათვალისწინებული უფასო კვლევა პირდაპირ პაციენტი მოვიდოდა და გაიკეთებდა საშვილოსნო სკელის გამოკვლევას, გაიკეთებდა თქვა მსხვილი ნაწლავის გამოკვლევას, მამოგრაფიას და განსაკუთრებით პროსტატის ადენომის PCI-ს რომ იტყვიან. შემდგომ შეიცვალა რომ ის მხოლოდ PCI გახდა ექიმის მომართვიანობით, დანარჩენი ის რაღაც ლიმიტირებული გახდა. აი ეს თანხასთან იყო დაკავშირებული თუ რასთან იყო, იმიტომ რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა იცოდეს რომ ეს უკვე ავტომატურად მარტო ვეღარ მოვა, იმას უნდა ექიმის მომართვიანობა, სხვანაირად არ გამოვა. აი ეს აუხსნათ კიდევ რომ იცოდნენ მან რომ სანამ მოვა თქვენთან კვლევაზე, ექიმთან გაიაროს და თანაც ყველა ის კვლევა რაც სკრინინგის პროგრამაში შედიოდა, გარდა პროსტატისა, ისევ ჩვეულებრივ ხორციელდება. ანუ პაპილომავირუსზე გამოკვლევა, ანუ საშვილოსნო სყელის გამოკვლევა, ეს ორი ნაწლავის გამოკვლევა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, ეს ისევ ჩვეულებრივ და მამოგრაფია ჩვეულებრივ შეუძლია გარკვეულ ასაკებში მომართვის გარეშე, ექიმის მომართვის გარეშე. ერთადერთი პროსტატაზე არის PCI-ის კვლევა, ამ შემთხვევაში სისხლის გამოკვლევა.
ეს არის პროსტატის სპეციფიკური ანტიგენზე გამოკვლევა, გახდა აუცილებლად საჭიროა ექიმის მიმართვა. მაგრამ ეს არ არის ისეთი ექიმი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ პაციენტს ეს საჭიროება ამის გამოკვლევა არ არის პრობლემა არანაირი. მიმართვას დაუწერს, რომ ამ პაციენტს ეს საჭიროება ამის გამოკვლევა და პაციენტი იღებს ისევ ჩვეულებრივ უფასო გამოკვლევას. ასაკობრივ ზღვარში აქვს 50-დან 70 სასახში. ყველა დასახელებულ სკრინინგს თავისი ასაკობრივი ზღვრები აქვს. ანუ PCI-ზე არის 50-დან 70 წლის ჩათვლით, მსხვილ ნაწლავზეც ასევე 50-დან 70 წლის ჩათვლით. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევაზე 25-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით და ის კიდევ 40-დან 70 წლის ჩათვლით. მაგრამ აქ რა ხდება? თუ იმ ასაკის გადაცდენელი ან უფრო ადრეა, მაშინ უკვე ფასიანტ თუ სჭირდება პაციენტს და ექიმი ჩათვლის. და ფასიანტს სჭირდება ექიმის მომართვა, აფასით რომ მოდის თუ თავისით სჭირდება. ფასიანტზე თავისით არ მოვა თუ ექიმა არ მიუთითა მას რომ ეს ესაჭიროება. რა თქმა უნდა, ექიმი თუ ჩათვლის საჭიროთ რომ ესაჭიროება ამ პაციენტს რაიმეზე კვლევა, მაშინ რა თქმა უნდა, მიმართვა არ არის საჭირო, უბრალოდ ეტყვის რომ გამოიკვლია აი ეს და ეს. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი თქვენთან საუბარი და ჩვენი საეთერო თითქმის იწურება, მაგრამ მინდა რომ თქვენ გააჟღერეთ ნაწილობრივ სიახლე, მაგრამ კიდევ რა არის ფრანგულ ცენტრში ისეთი, რომელიც ის სიახლეები ინერგება და უნდა იყოს. მინდა გითხრათ, რომ კონფერენცია 24 ივნისს ტარდება, როგორც აღნიშნე უკვე ფრანგულ-ქართული კონფერენცია, წინა დღეს 23-ში. ძალიან საინტერესო რამე ხდება, ანუ ფრანგ ექიმებთან ერთად ჩვენი ექიმები გასინჯავენ და იმსჯელებენ იმ შემთხვევებზე, რომლებიც იმ პაციენტებზე, რომლებიც ჩვენთან უკვე იყვნენ და ჩვენმა ექიმებმა ჩათვალეს, ეს არის საინტერესო რთული შემთხვევა, ამ პაციენტებს მოიწვევენ და ფრანგ ექიმებთან კონსილიუმით განიხილავენ მათ მდგომარეობას. აი ეს ძირითადად რომელ სფეროს შეეხება ეს? ეს აი ზუსტად ონკოლოგია, გინეკოლოგია. ესე იგი, ამ მოხდება მათი რევიზია, ასე თქვა, დიახ, ანუ ჩვენმა ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს პაციენტი არის რთული, საინტერესო მედიცინის თვალსაზრისით და აი ამ პაციენტს მოიწვევენ და ფრანგ ექიმებთან ერთად განიხილავენ მის და იქნება განუმარტოთ რომ ეს მიღება როგორ იქნება სურვილით იქნება თუ თქვენ გაქვთ სია შესაბამისად თქვენ შესაბამისი სია იარსებებს, იმიტომ რომ ღმერთმა დაიბაროს ყველა მძიმე და რთული შემთხვევა იყოს, ჩვენი ექიმების მიერ გამოკვლეული პაციენტები, რომლებსაც თვლიან ჩვენი ექიმები რთულ პაციენტად, აი ამ პაციენტებს თვითონ მოიწვევენ და ფრანგ ექიმებთან ერთად მოხდება მისი გასინჯვა და ასე კონსილიუმის სახით მის მდგომარეობაზე მსჯელობა. აი კიდევ რას ველოდებით კიდევ აი თქვენ იქ მუშაობთ ხელმძღვანელი ბრძანდებით ერთ-ერთი თქვენი ლაბორატორიის და აი რას ვატყობთ, როგორ განვითარდება კიდევ რომ წარმოდგენა მაინც გქონდეს იქ რა სიახლეებით. მე აღნიშნე რომ ისევ და ისევ ხარისხზე მოხდება უწყვეტი მუშაობა. ეს არის ჩვენი დაწესებულის პრიორიტეტი. ეს აუცილებლად, რა თქმა უნდა, მე როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელს მინდა გავაფართოვო გამოკვლევების სპექტრი, რა თქმა უნდა, ამას ესეთი ადვილად არ ხდება, ამას უნდა ექიმებთან მუშაობა, მათთან განმარტება მათთვის, რომ შეიძლება რაღაცის დამატება, რაღაც კვლევის დამატება, რა თქმა უნდა, იცით რა არის, ესეთი ის არის, რომ თბილისში უნდა გაგზავნოს. რატო უნდა იწოლოს პაციენტმა, როცა შეიძლება ადგილზე მოხდეს ამის გამოკვლევა. აი მე ამაზე მინდა რომ ვიმუშაო ექიმებთან, რომ პაციენტმა რაც შეიძლება მაქსიმალური სერვისი მიიღოს ადგილზე და აქეთ-იქით სიარული არ დასჭირდეს. გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქავტონერზა. პაციენტო ტელემაყურებლებო, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის ექიმი ლაბორატორიის ხელმძღვანელი ქალბატონი ელზა ალექსიშვილი. ქავტონერზა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო თქვენთან, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებლებს აუხსენით, კიდევ ერთხელ გავაცანით ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც თქვენ გაკისრია თქვენს ლაბორატორიას, რომ იქ არსებული ნებისმიერ გამოკვლევას თითოეული პაციენტი, მისი ოჯახის წევრი იმედით შეხურებს
და როგორი ბედნიერია ის, როდესაც იქიდან ის დადებით პასუხს მიიღებს და კვაყოფილი მოდის იქიდან. აი ეს ყველაფერი ფაქტიურად მოდის იქით იმისკენ, რომ ჩვენ მეტად პასუხისგებელი საპასუხისგებლო საქმე გვაკისრია. მინდა წარმატება გისურვოთ თქვენთან ერთად დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.